შანსი მამარდასთვის. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის კარს სეზონის ბოლომდე დაიცავს. კლუბის პირველი მეკარის ალისონ ბეკერის ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ის მიმდინარე სეზონის ყველა თამაშს გამოტოვებს. მამარდა პრემიერ-ლიგის ყველა მატჩში და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 2 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ლივერპულის მეტოქე PSG იქნება და ორივე შეხვედრაში ქართულ დუელს ვიხილავთ. პარიზული და ინგლისური კლუბების პირველი მატჩი 8 აპრილს შედგება, განმეორებითი შეხვედრა კი 14 აპრილს. ვინ მოიგებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს? ESPN-ის ვერსიით წლევანდელი მუნდიალის ფავორიტი საფრანგეთია. მათივე ვარაუდით თასის აღების პრეტენდენტთა პირველ ხუთეულში საფრანგეთის გარდა ესპანეთი, ინგლისი, ბრაზილია და პორტუგალია არიან. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს. იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო კასანო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე საუბრობს. კასანო მამის შესახებ იტალიის ნაკრების კრიტიკისას განაცხადა. ჩვენ ჯამბაზებად ვიქეცით, წლებია სისულელეებს ვაკეთებთ. უფრო პატარა ქვეყნები გავიხსენოთ, მაგალითად საქართველო, რომლებაც ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს, თქვა კასანომ. მან გვაჩვენა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ესპანური მედია ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელზე მათე ხატიაშვილზე წერს. 17 წლის ხატიაშვილმა ბასკონიას პირველ გუნდში ბოლოს ზარაგოსას წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრაში 8 წუთი მიიღო და გუნდს სანაცვლოდ 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი მოუტანა.